სიმღერით განვლილი 45 წელი. ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატრი მთიები საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ფოლკლორულ წარმოდგენას მართავს. საღამოზე სახელწოდებით დღეს გამეუთენებია სცენაზე გაცოცხლდება ქართული ფოლკლორის მრავალფეროვანი ნიმუშები. სიმბოლური და ემოციური ფრაგმენტები ამავე დროს ქრონოლოგიურად გვიხატავს მთიების განვლილ გზას 1980 წლიდან დღემდე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ეთნომუსიკის თეატр მთიების ხელმძღვანელი ქალბატონი მაგდა კევლიშვილი, ასევე მასთან ერთად გახლავთ მთიების წევრები და გვექნება შესაძლებლობა მოვისმინოთ მუსიკალური ნომერიც მათი შესრულებით. დილამშვიდობის გვალობთ მობრძანებისთვის, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ შეგეწიათ წმინდა ნინო. გმადლობთ, ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონი მაგდა 45 წელი არც თუ ისე ცოტა პერიოდი არის იმისათვის, რომ ეს საგანძური, ასე ვთქვათ, რომელიც ქართულ ფოლკლორს გააჩნია, ესე ფართო სპექტრით იყოს წარმოჩენილი, ასე ვთქვათ, სცენაზე, რაც ნამდვილად შეძლეს, ღირსეულად შეძლეს ბატონმა ედიშერმა, ბატონმა გიგიმ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. ეს ჩვენი ფასეულობები, ტრადიციები და ღირებულებები გადაეცემა მომავალ თაობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მოდით, სანამ უშუალოდ ამ საღამოს შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე 2-20 სიტყვით მცირე ექსკურსი შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ანსამბლი მთიები. ვრცელი ისტორია, ნამდვილად განვლილი გზა, მოკლედ შევეცდები. ალბათ იქიდან დავიწყოთ, როდესაც მესამე კურსის სტუდენტმა ედიშერ გარაყანიძემ დამოუკიდებლად ჩაატარა პირველი ექსპედიცია ქართლის რამდენიმე სოფელში და იქიდან ჩამოტანილი მასალა, რომელიც თავად მიაჩნდა, რომ არ იყო ისეთი ღირებული, რადგან მანამდე მოსმენილი სასცენო შემოქმედებისგან განსხვავებული იყო და წარუდგინა თავის ხელმძღვანელს, მასწავლებელს გრიგოლ ჩხიკვაძეს და მას უთქვამს, რომ ეს არის ნამდვილი გლეხური ფოლკლორიო და სწორედ ამ ფრაზამ განაპირობა ის, რომ მოინდომა მისი როგორც სამეცნიერო ასევე პრაქტიკული საქმიანობა მიმართული იყო ისე, რომ სცენაზე წარმოჩენილიყო ნამდვილი დაუმუშავებელი გლეხური ფოლკლორი. ამიტომაც შექმნა 1980 წელს მთიები და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მუსიკოსი, პროფესიონალი მუსიკოსი მხოლოდ თავად ბატონი ედიშერი გახდა. დანარჩენები, ასე ვთქვათ, თავის სხვადასხვა კუთხეს წარმოადგენდნენ, თავის უშუალობით და ბუნებრიობით. თავიდან ალბათ საკმაოდ რთული იყო ამ გზის გაკვალვა, რადგან სასცენო შემოქმედებაში ასეთი ღერის მანერა, რასაც აუთენტურ მიმართულებას ვუწოდებ, არ იყო. იმიტომ რომ ეს იყო 60-იც განსხვავებული არაერთნაირი ჩოხები, ზოგ ჩოხა საერთოდ არ ეცვა, ტყაპუჭები ფეხზე, ქალამნები, თავისუფალი გადაადგილება, სიმღერა და ცეკვა ერთდროულად ტეშისას, თავისუფლება უდირიჟოროდ მღერა, ტონის მიცემა არ ასე ვთქვათ, მოკლედ რაც აკადემიურად შესრულების მანერას ახასიათებს ამ ყოველივერისგან ძალიან განსხვავებული იყო და შემდგომში უკვე ესე განვითარდა, რომ ესეც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბატონმა ედიშერმა ამავე მიმართულებით 1991 წელს შექმნა ბავშვთა სტუდია ამერიმერი. და აი ეს გზა მართლა აღმოჩნდა ისე, რომ უკვე გიგის ხელმძღვანელობით გიგიმ ამერიმერში აღზრდილი ახალგაზრდები გააერთიანა მთიებთან, განაახლა შემადგენლობა და ჩვენს გადაცემაშიც არაერთხელ გვისაუბრია ბატონ გიგისთან სწორედ ამ ანსამბლის შესახებ და ზოგადად მისი მნიშვნელობის შესახებ. დიახ, მახსოვს არაერთი ეს გადაცემა და მადლობლები ვართ სიყვარულით გავხსენებთ მას. მადლობა. და განაახლა შემადგენლობა, რაც უკვე მთიები გახდა შერეული ანსამბლი და საშუალება მისცა, რომ სასცენო შემოქმედებაში უკვე ქალთა ვაჟთა და შერეული ნიმუშები წარმოდგენილიყო. მანამდე მთიები, ძველი ედიშერის დროინდელი მთიები მზეთამზესთან ერთად მართავდა ღონისძიებებს, რომ სწორედ აი ესეთი სისავსით წარმოედგინეთ ფოლკლორი, სხვადასხვა კუთხის სასიმღერო, ასე ვთქვათ, თითქმის ყველა ნიმუში ქალთა ვაჟთა და შერეული. გიგის ხელმძღვანელობის ქვეშ გიგიმაც მეცნიერული საქმიანობის პრაქტიკული განხორციელება ანსამბლში მოახერხა როგორც ბატონმა ედიშერმა და მთიები უკვე გახდა ეთნომუსიკის თეატრი. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს დრამატულ თეატრს, ყოფაში, როდესაც რაღაც მოვლენას სიმღერა ახლავს და ერთიანობაში გარკვეულ სცენარს ექვემდებარება და უწერელ ხალხში შემონახულ სცენარს არის პასიური მსახიობი, აქტიური, ეთნოგრაფიული გარემო, სწორედ ეს არის ეთნომუსიკის თეატრი და
თიები, აი თავის შემოქმედებით საღამოზე თითოეულ სიმღერას სწორედ ასე წარადგენს. ასე იყო გიგის ხელმძღვანელობით ქართული ქორწილი რუსთაველის თეატრში წარვადგინეთ. ეს იყო ყველა კუთხის საქორწილო ტრადიციების ერთიანობა. შემდგომ ლიფანალი სვანური დღესასწაული მიცვალებულებისადმი მიძღვნილი. უკვე 2012 წლის შემდეგ, როდესაც გიგის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ რაღაცნაირად ერთიანი ძალებით შევძელით თიების გაძღოლა თიების წევრებმა, ჩვენ უკვე წარვადგინეთ ზარი, გლოვის რიტუალი, სიმღერით თანხლებული და ეს ეძღვნებოდა გიგი გარაყანიძეს და გიგა ხაინდრავას თიების წევრს და შემდგომ უკვე ხატობა. რაც შეეხება ამ საღამოზე, რა იქნება წარმოდგენილი და რამდენად ხერხდება იმ ძველი, ასე ვთქვათ, დაუმუშავებელი სიმღერების მოძიება, ცეკვების, ეს გრძელდება იმ რეპერტუარის გადმოტანა თავისთავად და რაღაც სიახლეებიც იქნება, ხო, ბუნებრივია. ამ ყველაფერზე რომ გვესაუბროთ, რის საშუალებაც არის, ახლა შეგიძლიათ რა თქმა უნდა სიურპრიზებიც დაიტოვოთ, მაგრამ მაინც რომ გავიხილოთ გარკვეული ალბათ ჩვენი გულშემატკივარი, ჩვენი მაყურებელი ელოდება, რომ ახლაც რაღაც თემას წარვადგენთ, იმიტომ რომ ჩვენი კონცერტები ვფიქრობ, რომ თავის რეკვიზიტებით ახლა ეკრანზე რაც გადის, თავისი აი ამ დადგმით, მოძრაობით, იმპროვიზაციებით და ესე შემდეგ, ყოველთვის არის რაღაც საგანმანათლებლო, რაღაც თემის წარდგენა. ამ შემთხვევაში ასე არ გვაქვს, ჩვენ წარვადგენთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გარკვეულ სცენარს ექვემდება და მიყვება ჩვენი საღამო და ეს არის სცენარი არის სწორედ 80 წლიდან, 1980 წლიდან დღემდე განვლილი თიების ცხოვრება. თავიდან რომ ვაშთა ანსამბლი იყო, შემდეგ ქალბატონები შეუერთდით მერე და ყველაზე მთავარი ალბათ ჩვენთვის ის არის, რომ ის რომ ამერი-მერი არსებობს და საბედნიეროდ თაობები კიდევ იზრდებიან და მოდიან ბავშვები, ეს განაპირობებს იმას, რომ თიები ყოველთვის განახლდება. ეხლა დღესაც წარმოდგენილი ახალგაზრდები, ვინც სიმღერას შეგვისრულებენ, ამერი-მერში აღზრდილები არიან და ასე ვთქვათ, მათთვის თიების სახელით სცენაზე პირველად იდგებიან ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე და აი ასე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება, რადგან ამერი-მერიც განაგრძობს საქმიანობას, იძიებს თქვენ რაც ვკითხეთ იმაზე არ დღესაც არსებობს იმის საშუალება, რომ გავიდეთ ექსპედიციაში, მოვიძიოთ მასალად, ასევე საარქივო მასალები დავამუშავოთ, აღვადგინოთ, ჩვენებურად გავაცოცხლოთ, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ანსამბლის რეპერტუარში არსებობს, მაგრამ ჩვენ თიებისებური სახე მივცეთ. ეს საღამო იქნება წარმოდგენილი როგორც ისეთი ნიმუშებით, რომელიც არის სავიზიტო ბარათი, ასე ვთქვათ, თიების, იმიტომ რომ თიებმა პირველად გააცოცხლა იგივე თურქეთში არსებული ფოლკლორი, ქართული სიმღერები, ასევე გაშაირების ტრადიცია, კაფია, მთის ფოლკლორი, რომელიც ასე ვთქვათ, არ იყო მაშინ ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი, იმიტომ რომ მაინც პრიმიტიულ ნიმუშებად ითვლებოდა ერთხმიანი და ორხმიანი სიმღერები. და იქნება ბევრი ახალი ნიმუში და ალბათ ყველაზე მთავარი გვირგვინი ამ ღონისძიების ის არის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ერთად ვიდგებით ერთიანობით. სიყვარულის ფერხულში. ქალბატონი მაგდა, ახსენეთ თქვენ ექსპედიციები, რომ ისევ გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თავისთავად. რამდენად რთულია დღევანდელ დღეს, მაშინ როდესაც რეგიონები ფაქტობრივად დაცლილი არის, შეიძლება ასე ითქვას, ნუ მეტნაკლებად, მაგრამ ეს გიშლით თუ არა ხელს, რომ მოიწიოთ გარკვეული ფოლკლორული ნიმუშები, სასიმღერო შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე ვთქვათ, ცეკვის თვალსაზრისით. როგორ ხდება დამუშავება ამ მასალის, ასე ვთქვათ, დამოწიება? საერთოდ ახლა ხო არსებობს კერები, ეთნოფორები გვეგულებენ უკვე ისეთი ხელმისაწვდომია ინფორმაციები წინა პერიოდისგან განსხვავებით, რომ ხანდახან როცა ბავშვები მიყვავს, მიზანმიმართულად მივდივართ, თქვათ, აი მაგალითისთვის ვიტყვით, ამ ზაფხულს ბავშვები ამერი-მერის თაობა, სადაც ჩემი შვილიც არის, მიყვავს სვანეთში, სოფელ ლახუში, სადაც ვიცით, რომ არის ეს არის მომღერალი სოფელი. როგორია მათი დამოკიდებულება? უკვე იქ არიან, უკვე შეიძლება ითქვას აგვისტოში მივდივართ, მაგრამ უკვე ადგილზე არიან ალაგებულები და ანუ მიზანმიმართულად მივდივართ, რაც არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ დიდები მივდივართ უბრალოდ და შეიძლება გავიკითხოთ და ისე მოვიძიოთ და მასალაზე რა გითხრათ, ყველა წარმოიდგინეთ რა ძვირფასია მოხუცი, რომელთანაც მიდიხარ შენ და მისგან რაღაც თუნდაც
ტრადიციის რაიმე აუდიო ჩანაწერს იღებ არა სიმღერის, არამედ რაღაც აბა ეს როგორ ხდებოდა, აბა თქვენ თუ ესე ყოფაში როგორ ხდებოდა ამ ტრადიციის გავრცელება. დიახ, ეგეც ყველა ეს ინფორმაცია ძალიან ძვირფასია და ჩვენ ასევე უნდა ითქვას ალილოსა და ტრადიციის შემოbrunება, ალილოს და ჭონის ტრადიციის შემოbrunებაზე, რომელიც ასევე მთიებთან არის დაკავშირებული და აი მან ვიძღვით რომ ალბათ ჩვენი ყოველი ასეთი გასვლა ალილოზე და ჭონაზე არის ერთგვარი ექსპედიცია, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ადგილზე სამწუხაროდ მოხუცები გვხვდებიან, დაცლილია სოფლები, მაგრამ მათთვის რა სიხარულით ჩაგვაქვს. იქაც ხვდებიან ხოლმე ვიღაცა ჩვენთან ერთად ამღერდება. მერე ჩვენ ვკითხავთ, აბა თქვენთან როგორ იყო? აბა ის და ამასაც ვიწერთ ხოლმე ისე, ანუ თან ორ საქმეს ვაკეთებთ, თან ვახარებთ და თან რაღაცას ვაფიქსირებთ. კაპიტან მაგდა, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს თუ სად გაიმართება, როდის და ასევე დასწრების მსურველებიც იქნებიან დარწმუნებული ვარ ჩვენ ტელემაყურებლებთა შორის, ასე ვთქვათ და რომ უთხრათ სად შეუძლიათ ბილეთების შეძენა, როდის და სად გაიმართება კონცერტი? 5 ივნის რუსთაველის თეატრში 8 ნახევარზე გეპატიჟებით საღამოზე, რომელიც სიმღერით განვლილ 45 წელს ეწყნება და ჰქვია სახელი დღესღამე უთენები, ამაზე რა ვიცი, შესაძლოა მომავალში ვთქვათ ან სცენიდანიან ისე რატო უწოდეთ ასეთი სახელი. ბილეთები იყიდება საიტიდან biletebg და ძალიან გაგვეხარდება თუ ჩვენს ერთგულ მაყურებელთან ერთად უცხო მაყურებელი შემოგვიერთდება, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან თბილი, სასიამოვნო და შემეცნებითი ფოლკლორული საღამო იქნება. დღეს რას შეგუსრულებენ თიების არასრული შემადგენლობა რა თქმა დიახ, უნდა. მცირე წარმომადგენლობით ვართ მეგრულ კუნტა ბედნიერს, რომელიც არის ედიშერ გარაყანიძის საექსპედიციო მონაპოვარი, სენაკში აქვს ჩაწერილი 1993 წელს მოხუცებისგან. და ჩვენ სწორედ ამ ჩანაწერიდან გავარჩიეთ და ისე ვისწავლეთ. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. ძალიან დიდი მადლობა, ურმესი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი ანსამბლის შესახებ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ ჩვენ სტუდიაში, თქვენი წარმატებები კიდევ ერთხელ გაჟღერდება ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და ესეთი გულთბილი მიღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ ედიშერ და გიგ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ მთიების ხელმძღვანელი ქალბატონი მაგდა კევლიშვილი, მთიების წევრებთან ერთად.